ცეკვის აკადემიას უხიშვილების ბავშვთა ანსამბლმა გრიბოედოვის თეატრში სოლო კონცერტი გამართა. ღონისძიება ქართული ნაციონალური ბალეტის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. უხიშვილების ბავშვთა ანსამბლი მაყურებლის წინაშე წარსდგა როგორც კლასიკური პროგრამით, ისე ილიკო სოხიშვილი უმცროსის ახალი ცეკვებით. უხიშვილების ბავშვთა ანსამბლის კონცერტები ივნისის ბოლომდე სხვადასხვა თეატრში გაიმართა. ბავშვები გამოდიან ფაქტიურად იმ პროგრამით, რომელსაც ჩვენ დიდი ანსამბლი მუშაობთ გასტროლებზე ევროპაში დიდ სცენებზე. ეს ჩვენთვის ყოველთვის მოვლენა, იგივე ემოცია კონცერტის, როგორიც არის დიდების კონცერტი, არანაირად არ განსხვავდება. ეს არის საიუბილეო წელი უხიშვილების 80 წელია ანსამბლის და მთელი წელი ყველა ღონისძიება მიეძღვნება ამ თარიღს. არიან საოცარი თაობა, იცით, აი იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ისეთი თაობა გვეზდება, რომ ჩვენი ანსამბლის რიგებში არასდროს არ იქნება დეფიციტი მოცეკვავის. მე არ შემხვედრია არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ხალხური ცეკვა ესოდენ პოპულარული იყოს და მოდაში, ასე ვთქვათ, როგორც ჩვენ ქვეყანაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. ეს არის უნიკალური ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა. პირველად ვდგავარ სცენაზე, ეს არის ჩემი პირველი უხიშვილების კონცერტი. ძალიან მღელავ, რადგან უხიშვილების სახელით გამოვდივარ, მაგრამ ძალიან მიხარია და ძალიან ბევრი პატრიოტი მაქვს უხიშვილების ანსამბლისთვის. ვცეკვავს სამანს, ჩავლას და უჩხესი ძალიან მიყვარს ეს სამი ცეკვა, რადგან ძალიან სახასიათოა.